მოგესალმებით. ვიწყებთ მორიგ ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა და ვაპირებთ რომ ვისაუბროთ ოქროს ბურთზე. უსმან დემბელემ მიუხედავად ძალიან ბევრი კრიტიკისა, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში შეძლო და აიღო ოქროს ბურთი. ელოდით? მე თქმა უნდა. მე ველოდი. მე 2016 წლიდან ველოდი რომ უსმან დემბელე აიღებდა ოქროს ბურთს. ოკეი, სანამ ოქროს ბურთზე დეტალურ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ კვლავ წერთ ჩვენი რესურსით. ირაკლი დღესაც არ გვყავს, თუმცა მომავალი გადაცემიდან ბუნებრივია ვაპირებთ რომ ირაკლისთან ერთად დავბრუნდეთ სახელოსნო ბარში. მინდა მადლობა უთხრა სახელოსნო ბარს და ლუის იმისთვის რომ გვითმობს იმ ძალიან კარგ სივრცეს, რომელშიც ძალიან მალე დავბრუნდებით. თქვენ კი მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და სრული სამებრ შეგიძლიათ რომ გამოყვეთ Facebook-სა და TikTok-ს. პლუს ამას Facebook ჯგუფი გავაკეთეთ, სადაც დაგვემატეთ, ლინკი აღწერაში იქნება და იქაც ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ. ბიჭებო, ხო, დონატელოს ლინკიც აღწერაშია. თუ სურვილი გექნებათ რომ საინტერესო შეკითხვა დაგვისვათ, თან გინდათ რომ დაეხმაროთ ჩვენ სახლს განვითარებისთვის, დაგვიდონატეთ კონკრეტული თანხა, საკმაოდ მცირე ბუნებრივია, თქვენ შეკითხვას კი გავაჟღერებთ, დეტალურად განვიხილავთ და მოკლედ ესე კომუნიკაციის რეჟიმი გავზარდოთ და უფრო მეტი ვისაუბროთ. მეტი ინფორმაცია გავცვალოთ მოკლედ. უყურეთ ოქროს ბურთის დაჯილდოებას? ისე, ბოლოს უყურე. ჯილდოების გადაცემას უყურე, ის რომ მოდიან და მე მაგასაც უყურებდი და მე მივხვდი რომ მომბეზრდა და თამაშზე გადავრთე ოქროს ბურთის მფლობელის გუნდის თამაშზე. საშინელება იყო და მე ისევ დავუყურე. ხო, სამხრეთ საფრანგეთში გუშინ ძალიან გახარებულები იყვნენ იმ ფაქტის გამო, რომ PSG-ს მოუგეს. თუმცა აქეთ PSG-ს გაცილებით მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, იმიტომ რომ უსმან დემბელე იყო პრინციპში მთავარი ფავორიტი და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ მოიგო კიდეც. მაგრამ სანამ გამარჯვებულამდე ჩავალთ, მოდი 30 ათეულს შევეხოთ რამდენიმე სიტყვით, იმიტომ რომ ვიცი რომ რეზი უკმაყოფილო დარჩა ბევრი პიკით. რეზი კონკრეტულად რომელმა პიკმა მიიქცია შენი ყურადღება? ბოლო 3 კაცი ვინც არის, ყველა უნდა იყოს ზემოთ. გულისხმობს ოლისეს და ფლორიან ვირტს. ოლისეს ტოპ სეზონი ჰქონდა ბაიერნში, ძალიან მაგრად ადაპტირდა. ეხლა მაგარ სტატისტიკას ვეტყვი. გოლს პლუს პასი 90 წუთში პენალტის გამოკლებით. ოლისე იყო ბაიერნში საუკეთესო, ჰარიკეინზე საუკეთესოც კი იყო. ჰარიკეინმა უბრალოდ პენალტები გაიტანა. ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა, უფრო მაგრად დაიწყო ეს სეზონიც და მე მგონი ოლისე უნდა წაეხალისებინათ. ვირციც ელიტური სეზონი ჰქონდა, ეხლა ვირცი ისა ანტი-ჰაიპშია. ლევერკუზენის სეზონს გულისხმობს. ლევერკუზენის სეზონი გულისხმება, უბრალოდ ფაზლი ვერ შეიქმნა ისეთი სეზონი ვერ შეიკრა ტიტულების მხრივ, როგორც იყო წინა. მაშინ თუ გახსოვთ ევროპის ჩემპიონატამდე ვირცი კონტენდერი იყო, ოქროს ბურთის მოგების უბრალოდ ევროპის ჩემპიონატი არ გამოუვიდა, მაგრამ ინდივიდუალურად უმაღლეს დონეზე ითამაშა. ვან დაიკი სულ მაგარია. აქ კიდე მე მაინტერესებს რატომ არის ერლინგ ჰოლანდი 30 კაცში? რატომ არის ვინისიუსი 30 კაცში? ვინისიუსი საერთოდ B16-ზე. ძალიან მაღლა წიეს. ნუ მე არა გასაგებია რომ სახელი მუშაობს, ახლა არ ვიცი რა სეზონამდე ჩაატაროს ან ვინისიუსმა ან ერლინგ ჰოლანდებმა, რომ 30-ში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ვინისიუს საშინელი სეზონი ჰქონდა და ერლინგ ჰოლანდი ტრამვებსაც იღებდა და სეზონის ბოლოს როცა ჰოლანდი არ ყავდა სიტის უკეთესად თამაშობდა რეალურად და არც სეზონის დასაწყისი ჰქონდა ჰოლანდს წინა სეზონის რაღაც არანორმალური 80 გოლზე მიდიოდა ისე რომ გაეგრძელებინა გოლების გატანა 12 შეაგდო თუ რაღაც ერთ თვეში, მაგრამ მე გაჩერდა. ხო, ეხლა მე მაგალითად ალბათ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, B16 იქნება და თუ მე17, მაგრამ იდეაში რობერტ ლევანდოვსკის ვინისიუსზე უკეთეს სეზონი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბოლოს ტრავმა ჰქონდა ნახევარფინალში და მთლად ვერ დაეხმარა ბარსელონას, ვინისიუს ჰქონდა ძალიან ცუდი სეზონი. მიუხედავად იმისა, ამასაც უკეთესი სეზონი ჰქონდა. ლაუტარო მარტინეს გულისხმობს. ლაუტარო მარტინესაც ბევრად უკეთესი. ანუ ვინისიუს საერთოდ რა სეზონი ჰქონდა, ანუ რა მოიგო, რა ქნა, რა გააკეთა. ხო, ვინისიუს ჰქონდა როგორი თემა, იცი? იქ როდრიმ რომ მოიგო ოქროს ბურთი, მერე თქვა რომ 10 ჯერ უკეთესი სეზონი მექნებაო და ნუ სამწუხაროდ სეზონი ჩაუვარდა. თან ვინის პრობლემა ისიც იყო რომ მოუყვანეს ბაპე და გუნდის ლიდერი რეალურად რომელიც უნდოდა რომ თავად ყოფილიყო, აღმოჩნდა ბაპე და ნუ გემახსოვრებათ წინა სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ საუბრობდა პრესა იმაზე, რომ არ აქვს კარგი ურთიერთობა, პასებს არ აძლევენ ერთმანეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ხა რაღა ბევრი გავაგზავნოთ, მაგრამ ვინისიუსის მე-16 ადგილზე ყოფნა მე პირადად გამიკვირდა გულწრფელად ვიტყვი.
ანუ მე მგონი ჟოვანოვიჩს უსწრებს, ხო? აი ჟოვანოვიჩს სასწაული სეზონი ჰქონდა. კი, მე-19-ია ჟოვანოვიჩი. ჟოვანოვიჩი მე-19-ია. ანუ უმაღლესი დონის სეზონი ჰქონდა, უმნიშვნელოვანესი ფიგურა პარი სენ-ჟერმენში, ყველაფერი მოიგო. არ ვიცი, მე 20 წლის ფეხბურთელი ესეთ ზრდასრულად თამაშობდეს, ანუ ყოველთვის იდეალურ გადაწყვეტილებას იღებდეს და ანუ ყველაზე ორგანულად არის ჩაწერილი ამ გუნდში, სადაც ყველაფერი მოძრაობს, ხო? და ავი ჟოვანოვიჩი მე-19 ჟოვანოვიჩი იმდენად პატარაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის იმაში იყო წარდგენილი. თითქოს რაღაცა გამოცდილი ფეხბურთელივით კი თამაშობს, მაგრამ ახალგაზრდა აი კოპას ჯილდორას რაც ლამინ იამალი მოიგო სხვაჟერ ზედიზედ ორჯერ, მეორედ უკვე ზედიზედ. სავარაუდოდ მოულ წელსაც მოიგე. ხო, ნუ უბრალოდ სანამდე უნდა გაგრძელდეს ახლა ეგ არ ვიცი. ცოტა მეუცნაურა. მე საერთოდ მეორედ მოგების მომხრეც არ ვიყავი, თან იქ კიდევ უფრო თითქოს გავიგეთ, რომ ლამინს არ აძლევდნენ ოქროს ბურთს. თვითონ სახეზეც ეთყობოდა, ჩემი აზრით. რომ გული დაწნა არ ელოდა, მე ვფიქრობ მაგ პრიზის აღებას. კიდევ ერთი ვინც უნდა ვთქვათ, თან აუცილებლად უნდა ვთქვათ, არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 2023 წელს მე-17 ადგილზე გავიდა და 5 პოზიციით მე-17-ეს. და 5 პოზიციით დაწინაურდა, ასე ვთქვათ, მე-12 ადგილზე გავიდა. მე გულწრფელად ვიტყვი ველოდი, რომ ათეულში იქნებოდა ხვიჩა და მაქვს კიდეც ჩემი არგუმენტები, მაგალითად კოლ პალმერზე ჩემი აზრით უკეთეს სეზონი ჰქონდა ხვიჩას. თან მარტივი არ არის იქ, ანუ აბსოლუტურად ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში აღმოჩნდა კვარაცხელია. ნაპოლიში მძიმე თამაში, კონტესთან ერთად სერიაში, არც ისე კარგი დროება ედგა მაშინ ნაპოლის, წამოვიდა აბსოლუტურად სხვა სივრცეში, PSG-ში და ძალიან მალე გახდა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი და მე ვიტყოდი, რომ უდიდესი როლი შეიტანა იმაში, რომ გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მაგრამ ყველაფერი წინ არის, ხვიჩას ყველაფერი წინ აქვს. შესაბამისად ამ შედეგს გააუმჯობესებს და იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც ოქროს ბურთით ვნახავთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მიულოცოთ ხვიჩასაც და მთლიან საქართველოს, რომ საერთოდ ამ დაჯილდოების ცერემონიაზე რომ ჩვენს ფეხბურთელებს ხედავთ, ნუ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გამო ფიზიკურად ვერ ვნახეთ ხვიჩა, მაგრამ მისი გვარი რომ გაჟღერდა, ეგ ძალიან გვერდზე ახსე თუ გადართავ, ერთი თქვევით ახსე თუ გადართავდი, ნახავდი რასაკეთებდა. კი ბატონო. აქ დროს. იგივე ქალაქში. არა, ქალაქში. გასვლას თამაშობდა. გასვლას თამაშობდა, ხო. ხვიჩას მეზობელი კაცი არის ძალიან ბევრი შეკითხვის მატარებელი, მე თუ მკითხავს. ეს არის, ხო, აი აქ ვინისიუს ერთ რაღაცას დავამატებ რა, მე მაქვს ესეთი ცოტა unpopular opinion. შესაბამისად თქვენი აზრი უნდა დაგვიწეროთ კომენტარებში. ჩემი აზრით, რატომ ვერ მოიგო შარშან ვინისიუსმა და რატომ არის წელს ესე მაღლა. შარშან ვერ მოიგო ალბათ იმიტომ, რომ ოქროს ბურთის მფლობელი უნდა იყოს ალბათ ცოტა ეტალონური ტიპი რა, მისაბაძი სამაგალითო ბავშვებისთვის მისაბაძი და ვინისიუს არაფერი სამაგისო არ გააჩნია. ხო. ითქვა კიდეც ფლატბოლომდე რაღაცებს როგორ იქცევა ხოლმე, თორე რასიზმში დავდებთ ბრალს. ეგ ითქვა კიდეც იკა თუ ნახე გუშინ ზუსტად რომანომ დაწერა, რომ სამი მთავარი კრიტერიუმი რითაც ირჩევა ოქროს ბურთის მფლობელი, მესამე იყო ქცევები მოედანსა და მოედანს მიღმა და ნუ ახლა გეცოდინებათ, რომ ვინისიუსი მოედანზე თლად სამაგალითო ადამიანი არ არის პირიქით, ანუ ბუნებრივია გულშემატკივრებსაც დიდი როლი აქვს მაგაში. მაგრამ სულ ჩხუბობს, მსაჯებთან აპელირებს, გიორგი მამარდაშვილის. ხო, გიორგი მამარდაშვილის როი ჩხუბამ საჯთან და. მამარდას кейსიც მათ გემახსოვრებათ მესტალიაზე მამარდა წაეჭიმა. ძლივს რო გამოაცალეს ხელიდან მამარდას. ხო და ეხლა მოედანს გარეთ ფლატ რო გითხრა იამალი ძალიან მისაბაძი მაგალითია თქო მოგატყუებ. მაგრამ ნუ რაღაცები იამალმაც მოიგო და კოულ პალმერის რატო ვერ ვთქვი სახელი. კოულ პალმერის მერვე ადგილს რაც შეეხება, ეს არის ჩემი აზრით UEFA-ს გადაწყვეტილება ერთ პიროვნულად, რომ რადგან მოიგო ეს რაღაცა სოფლიო ჩემპიონატი. რომელსაც მარტო ჩვენ ვაშუქებდით, მარტო ჩვენ ვსაუბრობდით. ხო. FIFA-ს არ არის ეგ? ისა UEFA-რა შუაში და FIFA-ს იმათი მოთხოვნა იყო, რომ სადმე ჩაგვიყვეხეთ ეს ბიჭიო და ჩაუყვეხეს. უყურებდა მაგ თამაშს ჩეფერინი, მოთამაშეები და ჩვენ. მეტი მე მგონი არავინ არ უყურებდა. სტადიონზეც კი არ უყურებდა სხვა. ხო, სტადიონზეც ისე მიდიოდნენ სტორების გადასაღებად ალბათ. და ალბათ მაგიტოა კოულ პალმერი ესეთ მაღალ ადგილზე თორე არ ქონდა შარშან განსაკუთრებით მეორე ნახევარ საერთოდ არ იყო რა საამდონეო.
აი მბაპეც ცოტა მე-7 ადგილზე ცოტა მიბეორება. მეც არ მონია თეულისთვის ბაპე. ხო, თეულის კაცი. ნუ მბაპეს ის აქვს ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო ბომბარდირია. ხო, ნუ მაგრამ კი ინდივიდუალურად თუ ინდივიდუალური ჯილდო ეგ კრიტერიუმი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოა. ნუ ის რომ მბაპემ შარშან რეალი უფრო დააზიანა, ვიდრე უფრო მეტი სარგებელი მოუტანა, ნუ ამაზე ხო ბევრი ვისაუბრეთ. შარშანელ მბაპეზე საუბარი წლევანდელზე არა, წელს ახლა რო თამაშდებოდა ოქროს ბურთი მბაპემ უნდა მოიგოს. ან მბაპემ ან კეინმა ეგორია თავარი. მბაპე ხო, ანუ ახლა ულტრა სასარგებლოა, მაგრამ ნუ შარშან ბევრი მინუსი მოქონდა რეალისტვის და ნუ შედეგებსაც დაეტყო, ხო, ანუ ჩემპიონატის და ლიგის მომგები გონდი ჩაჩოჩდა. ვერაფერი მოიგო, მაგრამ ნუ აი ეს ინდივიდუალური ის ჰქონდა ბრილიანს რა. ხო, აი ეგ ხო ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. რაც არ უნდა კრიტერიუმები იყოს გაწერილი, აი მაინც კრიტერიუმები არ აქვს ოქროს ბურთს, რა, რის მიხედვით თამაშდება, ან ყოველ სეზონში იცვლება და არ გვეუბნებიან, ჩუმად იცვლება, ან აი რას განიხილავ, აი, ნუ კაი, ახლა მესი აღარ არის და ინდივიდუალურად დაუთვალეთ მესის და კრიშტიანოს ერთ-ერთ გადაცემაში და 5-5 ხო წავართვით თუ რაღაც ეგეთი ხო ვქენით და დემბელესაც ხო არ წავართვათ. არ კი იმსახურებდა, მაგრამ ამის ჯინაზე. ინდივიდუალურად წყვეტენ ჩემი აზრით, ანუ ძალიან რთულია კრიტერიუმები დაასახელო. მესმის რა თქმა უნდა, ეხლა წარმოიდგინე შენ ამას ხო ქვეყნის გუნდის კაპიტნები, ნაკრებების კაპიტნები და ჟურნალისტი კონკრეტული ქვეყნიდან, ხო? შესაბამისად, რაც არ უნდა კრიტერიუმები დაგილაგონ, მაინც წყვეტ სუბიექტურად რა გააქვს რეალურად იმის სივრცე, რომ სუბიექტურად გადაწყვიტო, რომელ ფეხბურთელს აძლევ ხმას. ამიტომ რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს იმაზე, ვინ გავა მე-5 ადგილზე, ვინ გავა მე-10 ადგილზე და მით უმეტეს ვინ მოიგებს ოქროს ბურთს. ამიტომ მესმის ამაზე ძალიან ბევრი საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ხო, მე პირადად იქას დავეთანხმები მაშინ, რომ კოულ პალმერი ბოლო 10-ული, ხო, აი ბოლო 10-ული რომ არ ვიცოდით უკვე ვინ რომელ ადგილზე გავიდო და მე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ პალმერი ალბათ დაიწყებს 10-ულს გახსნის ხო და 10-ული გახსნა ნუნუ მენდეშმა, რომელიც ძალიან მაგარი იყო სეზონის განმავლობაში, მაგრამ ეხა მაინც პედრიზე აი სიგიჟეა ეგ რა. პედრიზე რომ თქვა, მე უყურებდი ესე რომ იყო ჩემთვის იყო 4 კანდიდატი, რომელთაგან ნებისმიერს რომ მოეგო, ანუ ვერ ვიტყოდი რომ უსამართლოა. ეს იყო პედრი, რაფინია, დემბელე და ვიტინია. ოღონდ მე ვიხრებოდი პედრისკენ. და ანუ რატო? ეხ ძალიან დეტალურად დავხსნა. One versus One არის ეგეთი საიტი, თუ ნახავთ სადაც არის ძალიან ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემები და არის ესეთი მონაცემები, ვინ იღებს ყველაზე მეტ პროგრესულ პასს. ანუ პასი, რომელიც ჭრის ან ნახევარდაცვის ხაზს, ან დაცვის ხაზს და მიდის ადრესატამდე. ორი ფეხბურთელი, ვისაც აქვს 1000-ზე მეტი გასულ სეზონში, ესაა ვირცი და პედრი. მაგრამ პედრი ხო ყველაზე მეტ პასს იღებს პროგრესულს. პლუს ლიდერია ყველაზე მეტი პროგრესული პასის გაკეთებაში. ანუ ყველაზე მეტს თავადაც აკეთებს. ანუ ადამიანი აბსოლუტურად ყველა მომენტში უზრუნველყოფს იმას, რომ ბარსელონა შეტევაში მიდის წინ. და იდეაში ვიტინიას ბევრ რამეს ეგეც აკეთებს, მაგრამ პლუს პედრის აქვს, ანუ თამაში სადღაც 5.5 დარტყმის წინა პასი, ან რომელსაც მოყვება დარტყმა. ანუ შეტევას იწყებს, მერე მიდის იქ. იქ იღებს ბურთს და მერე კიდე შეტევას იქ ამზადებს და დასარტყმელად მიყავს. ანუ სოფლიოში პედრისავით ფეხბურთს ვერ თამაშობს ვერავინ, თუ ამას ავიღებთ. პედრის უშლის ხელს ის, რომ აქვს ესეთი პოზიცია, რომელიც ჰაილაითებში არ ხვდება. მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც აქ ხმას აძლევს, ფეხბურთს უყურებს ან ჰაილაითებით, ან TikTok-ით და თამაშს არ უყურებს. დარწმუნებული ვარ, რომ სრულად ვერ უყურებს თამაშებს. საერთოდ არ მეჩნია რომ რაღაც შეურაცხმყოფელი განცხადება ვინმესთვის, იმიტომ რომ ვიცით ვინ როგორ აძლევდნენ ხმებს და თქვა კამბოჯაში ერთ-ერთმა ბრიტანელმა წვრთნელის ასისტენტმა, რომელიც მე სადღაც მე-4 ლიგაში გაიჩიტა თუ რაღაც და ინტერვიუ ჩაწერეს, იმან თქვა რომ მე ის იყო კამბოჯის წვრთნელის ასისტენტი, რომელიც ინგლისური არ იცოდა და ესავსებდა იმის მაგივრად. და თვითონ ინგლისიდან აძლევს ხმას ჟურნალისტი, რომლის თავარი ამოცანაა თამაში რომ მორჩება პირველი ინფოს დადება. ანუ ამან გაიტანა გოლი ამანის და ანუ საერთოდ არ უღრმავდება არ მიდის სიღრმეში. და ეს არის თავარი ლიგა სადაცაა ფეხბურთის და ნუ ისგანაც ელოდები ყველაზე მეტ ხო წარმოგიდგენთ სხვა ქვეყნებში როგორ აძლევენ ხმას, ან მართლა დარწმუნებული რომ ან TikTok-ზე უყურებენ ან ჰაილაითებს და ამიტომაც არის რომ პედრის როდრისის გამიკვირდა ძალიან შარშან.
ნუ პედრის ეს პოზიცია უშლის ხელს. საქართველოსთან მაგალითად სარბიელის მთავარი რედაქტორი აძლევს ხმას და ნუ ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია. ხო და რეზი პედრიზე ერთ კითხვას დავსვამ რა. შარშანდელზე უკეთესი სეზონი რო გამოუვიდეს ბარსელონას, უნდა მიამატოს ჩემპიონთა ლიგა. თუ ჩემპიონთა ლიგა ხო, ბარსელონა ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას იმის გარეშე, თუ იამალი და რაფინია ვერ იფრენენ. შესაბამისად ბარსელონა როდესაც მოიგებს ლიგას და მე დარწმუნებული ვარ ეს მალე მოხდება და მე სხვა შორის ნიზლავს წავაგებ ამ თემასთან დაკავშირებით. მაინც ჩემს ერთს მაგას. შესაბამისად ძალიან უცნაური ნიზლავია და არ გავაჟღერებ. ხო პედრი მაინც არ იქნება ფავორიტი. ხო აი მაგის თქმას ვცდილობ რა. პედრი შეიძლება კარიერის ბოლოს იყოს ინიესტას მსგავსად, რომ აი ყოველთვის ხო, ინიესტას და ხავის არ აქვს. ამიტომ პედრი არის უტოპესი ადამიანი, ფეხბურთელი, მის თამაშის ყურება არის ძალიან დიდი სიამოვნება და შეიძლება მესმის რომ ვერ მოეგო, იმიტომ რომ თავარი რითაც ფასდება არის მაინც საგოლე კონტრიბუციები. პედრი ნებისმიერ შემთხვევაში ათელში უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ამ სეზონში ხო აგრძელებს იმ სიგიჟეს, რაც წინა სეზონში დაიწყო, ხო და ჯვარის წერია რომ ტრავმები არ აქვს, რაც ყველაზე მთავარია. ნუ იქვე არის ვიტინიაც ზუსტად იგივე სტილის ფეხბურთელი, ანუ ორი მოთამაშე, რომელიც მართავს გუნდის თამაშს, ყველაზე ხშირად ეხებიან ბურთს და ნუ ჰანსი ფლიკი უწოდებს პედრის ბარსელონას ტვინს. ნუ იგივეა დაახლოებით ვიტინიაც და ნუ ვიტინია ბევრად წინ წავიდა, მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ ვიტინიას კარგი ფაზლი ჰქონდა, იმიტომ რომ ტიტულები კარგად შეიკრა. პედრი ვიტინია კაია, მაგრამ რანი ძლავი. არა, აქემასახე. ჩემიც მაგაცი მიხდება. მოდი კომენტარებში ააწიოკეთ. მოდი ეს არა, რამდენი კომენტარი გინდა რომ დაიწეროს, რომ ეგ ნაძლევი მოყვა. ვაჰ. იცი რა, მოდი 500 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო. ამ შემთხვევაში შემდეგ გააცემაში ვიტყვი რა ნიზლავი. ვივაჭროთ. არა 500. 300 ლაიქი და 300 კომენტარი. 300 კომენტარი ძალიან ბევრია ხა ჩვენნაირი დამწყები ამისთვის. 300 ლაიქი და 100 კომენტარი. კი ბატონო. 150. კი ბატონო. დილ. ერთ შეგიძლიათ ორი კომენტარის დაწერა. კი ბატონო, მაგაზეც მოვიყვები. გამომაძიძგნინეთ ეს ინფორმაცია. კი ბატონო, მე თანახმად. ხო მე იმას ვამბობდი უბრალოდ, რომ შევიდეთ რეზი ნელ-ნელა 6-ულისკენ, მე 6 ადგილზე გავიდა აჩრაფ ჰაკიმი, რომელსაც ფენომენალური, ხო, შეიძლება გასროკონ, მაგრამ ფენომენალური სეზონი ჰქონდა, რეალურად ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და ნუ ალბათ მე 6 ადგილი ზუსტად ის ადგილია, რომელსაც ასე თუ ისე იმსახურებდა რა. ჰაკიმი რომ ზემოთ იყოს მეც მე არ გამეკვირდებოდა იმიტომ. ბევრი საერთოდ ამბობდა უნდა მიიღოს ოქროს ბურთი. ნუ ხო მე არ ვიყავი მაგ ბევრში, მაგრამ ნუ ის ელიტური მარჯვენამცველი, რომელსაც შეუძლია მგონი ყველაფერი რა. ანუ ქმნის მარჯვენა ფლანგიდან ისე როგორც ქმნის ტრენტი და იღებს პასებს გაქცეული როგორც ფრინგ-პონგი რა. ორი ელიტური რო ავიღოთ, ორივეს გავს. და პლუს მომენტებში შეიძლება ცენტრალური თავდამსხმელი გამოჩნდეს, ცენტრალურ თავდამსხმელად შევარდეს კიდე. კი ანუ უტოპესი სეზონი ჰქონდა და თან რაც ყველაზე მთავარია, ამაზე მე კიდე მოგვიწევს საუბარი, ანუ პედრისაც იგივე ჰქონდა და ჰაკიმისაც პირველიდან ბოლო თამაშამდე იყო ძალიან მაგარი. ჩავარდნა არ ქონიათ მთელი სეზონის მანძილზე. ლუკაკუს რო დაეცეს მეხი. კი ბატონო, სანამ ბოლო 5-ულზე გადავალთ, ასე ვთქვათ, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოყვეთ YouTube-ზე, subscribe ღილაკს დააჭიროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენს მოტივაციას ზრდის. ხო, სანამ მე 5 ადგილზე გადავალ, ესეთი რაღაც მინდა ვთქვა და ანუ მაგიტომ მინდა რომ მე დავიწყო ამაზე საუბარი. ჩემთვის მაგალითად ეს ოქროს ბურთის ცერემონია როგორ იყო თითქოს, იცი ან როგორ მოსჩანდა, რომ ოქროს ბურთი უნდა აეღო ან უსმან დემბელეს, ან რაფინიას. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია განვიხილავდით ლამინ იამალსაც, რომელსაც ტოპ სეზონი ჰქონდა, რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად ანუ მე ვფიქრობდი ნეტავ უსმან დემბელი აიღებს თუ რაფინია აიღებს და ვიტყვი რატომაც. რეალურად ზოგადად რიცხვებით საუბარდიათ არ მიყვარს, მაგრამ ტიტულები ვიცით რაფინიამ რაც მოიგო, იგივე მოიგო რაც ლამინმა მაგალითად, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ რაფინია გახდა იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც დემბელე მოიგო. გულისხმობ ჩემპიონთა ლიგას. 22 საგოლე კონტრიბუცია ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე რაფინიას. და ამით რეკორდი მოხსნა, ანუ ეს არის ყველაზე მეტი რიცხვი ერთი ფეხბურთელის მიერ დაფიქსირებული გოლს პლუს ასისტი. რაფინია იყო ფენომენალური, მიუხენის ბაიერნთან შეასრულა ჰეტრიკი, თუ გახსოვთ, ინტერთან იყო ტოპი, ძალიან მაგრად ითამაშა და ინტერთან ხო, ის სასწაული თამაში
ჩემთვის მაგალითად ეგრე იყო რა, მე ვფიქრობდი რომ ოქროსბურთი უნდა მოეგო ან დემბელეს ან რაფინიას, მაგრამ ჩემ დაგასაკვირად რაფინია გავიდა მეხუთე ადგილზე და ალბათ კიდევ უფრო გასაკვირად არის ის რომ მოჰამედ სალაჰმა გაასწრო, რომელსაც ნუ გასაგებია საოცარი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ადრე გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან რა, ეს იყო ერთი მინუსი. რაფინიას ჰქონდა ის რაც და არ ჰქონდა დემბელეს მაგალითად. დემბელეს ჩემპიონთა ლიგა ჰქონდა. რაფინია პირველი თამაშიდან ბოლო თამაშამდე იყო ელიტური, არ ვიცი, შედეგიანობაც ახეზე აქვს. არ ვიცი, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ძალიან გუნდისთვის. რაფინია კრავს რეალურად ბარსელონას შეტევას. და ისტორია აქვს რაფინიას ძალიან მაგარი, იმიტომ რომ წინა ზაფხულს, ანუ ამ სეზონის წინა ზაფხულს რეალურად ბარსელონა ცდილობდა რომ გუნდიდან გაეშვა. წასულიყო რაფინია და ნუ რეალურად ნიკო ვილიამსს რო გადმოეყვანათ, რაფინიას გაუშვებდნენ. და რაფინიას შეეცვალა პოზიცია და ათამაშდა რაღაც ასტრონომიულ დონეზე. პრესინგზე არის მონსტრი, ელ კლასიკოში უკვე ტრადიციად იქცა გოლი, რომელიც გადის რაფინიას პრესინგის მერე. და ნუ ხელი შეუშალა ალბათ იმან რომ ბარსელონიდან რამდენიმე კანდიდატი იყო და ნუ ჩემპიონთა ლიგა რო აქვს მოგებული სხვა მხრივ ანუ აბსოლუტურად ოქროს ბურთის მასშტაბის სეზონი. და სალაჰს მე პირადად კიდე ერთი პოზიციითაც დავწევდი წინ, იმიტომ რომ ნუ აი 47 ხო, ცალკე შირერი ჩამოხსნა, იქ დე ბრუინი ჩამოხსნა, თან, მაგრამ ნუ ისიც იყო რომ აი ლიგიდან რო გამოვარდა თითქმის ლივერპულს. მე არ თამაშია სალაჰს. ფაქტიურად განაღდებული ქონდა და აი გაჩერდა. გაზაფხული ქონდა ძალიან სუსტი, ანუ არა. გაზაფხული სამი გოლი შეაგდოს რომ მე მგონი. ძალიან ცოტა შეაგდო. ასეც ვეღარ აკეთებდა უკვე ბოლოს იმდენს. ან რაღაც რადიკალურად შეეცვალა სეზონი, ნუ რაღაცა მიზეზების გამო. და ნუ თან პესაჟესთანაც ნუ მენდესთან დაიჩაგრა. მაგრამ მაგიტო ვთქვი, ხო, ძალიან დაიჩაგრა. ერთი რომ ძალიან ადრე გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან, მაგრამ ხო შეიძლება გავარდინილიყო ისე რომ PSG-ს წინააღმდეგ მის თამაშები დაგმახსოვრებოდა და არ დაგვამახსოვრდა, რეალურად სუსტი თამაში ჰქონდა რა. ხო, მაგრამ ნუ პრემიერ ლიგა ეხლა ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ დონით და სიმძიმით ხო პრემიერ ლიგა ყველაზე რთული ჩემპიონატია ძალიან არ ჩამოვარდება ჩემპიონთა ლიგა. არაფრით, არც ნახვებით, არც საინტერესოობით, მაგრამ ნუ ის ჩემპიონთა ლიგაა რა. უბრალოდ ნუ სასწაული სეზონი ქონდა. მაგრამ რაფინია უნდა იყოს წინ მაინც. როგორც მინიმუმ აი მერვეთ ფინალამდე და მაგის გამო ანუ თებერვალში რომ ეცეთ ოქროსბურთი სალაჰს რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ მაშინ მართლა საუკეთესო იყო ევროპაში. ხო. თებერვალში ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვით კიდეც რომ ამ მომენტისთვის საუკეთესო გუნდი არის ლივერპული და საუკეთესო ფეხბურთელი არის სალაჰი, მაგრამ აი ეს თებერვლის მერე იყო PSG-ს ტალღა რო წამოვიდა ევროპულ ფეხბურთში და წალეკა ყველაფერი და იმ PSG-ს მთავარი ღერძი იყო ის ადამიანი, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა გუშინ და ვიტინია, არ ვიცი თუ არსებობს ადამიანი, რომელიც PSG-ს თამაშს უყურებს და ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს, რაოდენ დიდი ფეხბურთელია ვიტინია. ვიტინია არის ტვინი PSG-სი, განსაკუთრებით ეს ჩანს მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი პრესინგზეა და ამას ნერვი არ აუტოქდება, ისე ჩადის მეკარესთან ართმევს ბურთს და ამოაქვს ეს ბურთი, ნუ მისი გრძელი გადაცემებით, ფაქტობრივად რა როლიც აქვს იმაში ბარსელონაში პედრის იგივე საკეთებს ვიტინია, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ზოგჯერ იმას პედრის დე იონგი ეხმარება ბურთის ამოტანაში. და აქ ვიტინია თავად აკეთებს ამას, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით ყავს ძალიან სანდოკაცი უგულისხმობ ფაბიან რუის. ვიტინიას რა თქმა უნდა ვიტინია იმსახურებდა მესამე ადგილზე ყოფნას, მე თუ მკითხავ კარიერი ხო, ამას გამიხარდებოდა, მაგრამ რაც პედრიზე ვთქვით რა, კარიერის ბოლოს შეიძლება ვიტინია იყოს ოქროსბურთის გარეშე, მაგრამ იმედია ესე გააგრძელებს მის კარიერას და ოქროსბურთი არ გაგვახსენდება. უბრალოდ ერთი სტატისტიკა უნდა ვთქვა. რეალურად ხო PSG-ს ნახევარდაცვა ხო ფლუიდურია ყველა პოზიციებს იცვლის, მაგრამ უბურთო თამაშის დროს ვიტინია არის იდეაში საყრდენი ნახევარმცველი. გასულ სეზონში ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში აღებული აქვს სულ 13 ჯარიმი. 172 სანტიმეტრია სიმაღლით, ანუ ფიზიკურად დაბალმა ადამიანმა იმდენად პოზიციურად ზუსტად იცავდა თავს, რომ ჯარიმების აღებაც კი არ უწევდა. თან ვიტინია ტონი კროსი თამაშობდა ესე პრაიმში. აი ამ ყველაფერთან ერთად ვიტინი არის ცოტა, აი იცი როგორი ეპოქალური მოთამაშე, ჩემი აზრით ჯერ ძალიან დაბალი სტადია, მაგრამ შეიძლება საერთოდ ფეხბურთზე შეხედულება რო შეცვალოს, იმიტომ რომ საერთოდ თამაშობს ნახევარბრუნში. ანუ მაგ პოზიციაზე ეგ არის ნომერ პირველი რა, ანუ თუ ნახევარბრუნში ვერ თამაშობ, მაშინ და მოედნის ცენტრში არაფერი არ გესაქმება რა, წადი სადღაც ან ფლანგზე გადადი, ან ზევითადი და ვიტინია
საერთოდ უკუღმა თამაშობს, ზურგით თამაშობს კარისკენ და სასწაული შედეგები აქვს ამ ყველაფრის მიუხედავად და შეიძლება ეგ გახდეს აი ფეხბურთზე შეხედულების შეცვლის საწყისი. კი ბატონო. სწორად თქვი? კი. ხო. მეორე ადგილს რაც შეეხება, ხო, ნუ საბოლოო ჯამში ისე ზუსტად ვიცი რატო იყო იამალი მეორე ადგილზე. მაგით თქვი, უბრალოდ მე რის თქმას ვარ იცი, ლამინ იამალი წითელ ხალიჩაზე რო გამოჩნდა და პლუს 3 მარშრუტკა ხალხი რო გამოყვა, ნუ ლამინი მესმის ხა ბავშვია, ასე ვთქვათ, 18 წლისაა ხო, მე მგონი 18 წლის გახდა კი. ხო, 18 წლის არის ოჯახთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ასაკში მე მომწონს ეგეთ შეხედულება. შეიძლება მარტო არ გაუშვეს საერთოდ ისეთ ასაკში. ეგ რა თქმა უნდა ვიხუმრე ხა, მაგრამ მომწონს. ოჯახი აი ეს ბებიისადმი რაღაცა განსაკუთრებულ უზრუნველობას რო იჩენს წითელ ხალიჩაზე რო აკოცა, იქ ის ძმა რომელიც ყავს, ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ლამინ იამალის მინდვრის მიღმა დამოკიდებულება ირაკლის ქისა არ იყოს, ჩემი აზრით სამაგალითო არ არის. მაგრამ ნუ ლამინი ფენომენალური სტატისტიკა ქონდა წინა სეზონში, ფენომენალური როლი ქონდა ბარსელონაში და ნუ 18 წლის ადამიანი, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებს, გზახსნილია იმისკენ, რომ უახლოეს პერიოდში მოიგოს დიდი ოქროს ბურთიც. მე მგონი მეორე ძალიან მაღალი ადგილი იყო იამალისთვის. მეორე ადგილზე იყო, იცი რატო? აი, ყველას რო ჩამოთვლიდნენ და აბა ლამინი თუ დემბელი. ნუ რეალურად დრობი რო ყოფილიყო რა. ანუ იამალი არის ფეხბურთელი, რომელიც გაყარებს ფეხბურთს, ხო? რომელიც რაღაც სიამოვნებას იღებს თვითონ ფეხბურთისგან და ჩემი შეიძლება ითქვას საყვარელი ფეხბურთელია ახლა იმის იქიდან გამომდინარე, რომ რას თავაზობს უბრალოდ. ნუ იცი კაცო, დემბელი თუ დემბელეზე ვიტყვი. იამალი რომელია შენი საყვარელი? არა, თვლი რომ ეს არის რაღაც ყველაზე მასშტაბური ტალანტი ახლა ფეხბურთში, ანუ ამ მასშტაბის ტალანტი თანამედროვე ფეხბურთს არ ყავს, რა ვიცი. უბრალოდ გოლს პლუს პასი არ ქონდა იმდენი, რამდენსაც დანდაიც მაინც საჭირო ალბათ რომ ოქროს ბურთი მოიგო და პლუს თუ რაღაც ძალიან დაუწვრილმანდებით და ჩაუღრმავდებით თამაშებს არის ეპიზოდები, როდესაც ის გრძნობს რომ იმდენად აღემატება სხვებს ტალანტით, რომ აი ყველა ფეხბურთელი ხო არა 99.9% ფეხბურთელების ფიქრობს რომ რომელი იქნება ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება კონკრეტულ მომენტში. იამალი არის მგონი ერთადერთი რომელიც ფიქრობს რომ რომელი იქნება ყველაზე ლამაზი გადაწყვეტილება ახლა რომ გავაკეთო. ეს ლამაზი გადაწყვეტილება ზოგჯერ კარგი გამოდის, ზოგჯერ შეიძლება გენიალური რაღაც გამოვიდეს, ისეთ რასაც საერთოდ არ ელოდებიან, ზოგჯერ შეიძლება არ გამოვიდეს კარგი, აი თქვა 5 კაცში რო ურტყამს ან რაღაც 6 კაცზე რომ მიდის დრიბლინგით და რაღაც ესეთი რაღაცეები. აი იქ რო რაციონალურად დაიწყოს თამაში, ნუ უბრალოდ იმდენად მასშტაბური ტალანტია რომ მაინც პლუსი მისი გადაწონის ამ რაღაც არასწორ გადაწყვეტილებებს, მაგრამ აი ინტერთან თამაში იყო ბევრი ეპიზოდი, რომელზეც მე ერიკ გარსიამაც თქვა ნახევარადღმურობით თუ რაღაც რო ძალიან ბევრი იყო, როცა ჩაურბინეოდა ეს 3 კაცზე მიდიოდა და 4-ზე, როცა შეეძლო მე დავეტოვებინეო მარტო. აი მაგას რო გამოსწორებს, და არ მე რა ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ იქნება რაღაც სეზონი, როდესაც ვიტყვით, რომ ანუ იამალი არის უკონკურენტო და პირდაპირ უნდა მიიღოს ოქროს. თუ ეს არ მოხდეს, იქნება ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება ფეხბურთში. თუ ეს არ მოხდეს, ის არ დაგვაუწყდეს, რომ შემდეგი სეზონი არის მსოფლიო ჩემპიონატის სეზონი. და ესპანეთს რა გუნდი ყავს ვიცით, მოქმედი ევროპის ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტი ცალსახად არის ესპანეთი, ალბათ სამეულში ხო უეჭველია. კი. შეიძლება პირველი თავარა ვის უყენებთ? მე უყენებ არგენტინას და საფრანგეთს. არგენტინა რატო რა? იმან გითხრა თუ არა, რატო მე იტალია თუ ვერ გავა, რაც არ გამიკვირდება და საქართველო თუ ვერ გავა პირველ რიგში და მე თუ იტალია ვერ გავა, აქეთ ჩავიჩოჩები. მე ჩემი სამხრეთული სენტიმენტები ხო იცი მაქვს ამიტომ. ხო, არა იქ ძალიან ანუ როდრი შეიძლება სასტარტოში ვერ მოხვდეს საერთოდ. როდრი დაგვასაბსკრაიბე გეხვეწები და ეს გაგვიჩერე რა. ნუ ყველა გადაცემაში როდრი. არა, როდრი აღარ არის ეგეთი? სად არის რატო არ წერია? ტრამვის მერე არ არის ჩემო ირაკლი. ეგეთი დამოკიდებულება შეიძლება კონდეს ადამიანს აი ამ ფეხბურთელის მიმართ. აუ არა, მე როდრი უფრო არა, პედრი ძალიან ჯადოქარია, მაგრამ პედრი და როდრი ერთად თან სუბიმენდები და აუ ორი პატარა ბავშვი აქეთ ფლანგებიდან და ხო, ნუ მოკლედ იმედია მორატა იქნება. მორატა მე მგონი მორატა როც იყოს არაფერს არ გააფუჭებს. ნებისმიერ შემთხვევაში ლამინ იამალს ბუნებრივია ექნება დრო და დარწმუნებული ვარ რომ არაერთ ოქროს ბურთს მოიგებს, რა ვიცი, უნდა გადატრიალდეს მართლა სამყარო, რომ ლამინ იამალმა ვერ მოიგოს ოქროს ბურთი. თან ისეთ გუნდშია, რომ ზუსტად მისი სტილის გუნდია, შეტევა
ჰანსი ფლიკი ყავს უტოპესი მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ რომ ბარსელონას ფანებს გაახარებს, მაგრამ ბედმა ისე მოიტანა, რომ ლამინი იამალი როდესაც იყო კონკურენტთან პლუს რაფინიაც იყო იქვე სადღაც ახლოს ტრიალებდა, მოიგო ფეხბურთელმა, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრებს განსაკუთრებით ეზიზღებათ. პირდაპირ ვთქვათ. მაგითო წერთ ამ გადაცემას ტელეფონი. ეს ირაკლის ეჭვებია. ხო, ჩვენ ვეჭვობთ, რომ ჩვენ გაგვიბრაზდა, ხო? ხო, ჩვენ არა. განგებას. ამბობდა რომ დაემონტაჟებინა გადაცემა, სადაც დემბელეს ბენეფისზე ვსაუბრობ. აქ მე და იკა გავჩერდებით, დაუთმობთ ასპარეს რეზის და რეზი დეტალურად ახსნის, რატომ მოიგო უსმან დემბელემ მესა ოქროს ბურთი, მე კი მხოლოდ ერთს ვიტყვი რა. შეგვიძლია გავიდეთ პრინციპში. მაგრამ მე იმას ვიტყვი, რომ ფეხბურთს უხდება ესეთი ისტორიები, როდესაც ესეთი ვარდნის შემდეგ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და დარწმუნებული ვარ, თავადაც ვერ წარმოიდგენდა უსმან დემბელე, რომ ერთ დღეს ოქროს ბურთს აიღებდა, აიღო და მე გულწრფელად ვიტყვი, რომ გამიხარდა, იმიტომ რომ მიყვარს ესეთი ისტორიები. ეხლა კი რეზის მოусმინოთ. რეზს კიდევ დავრჩეთ თუ მეც მაინტერესებს. საუკეთესო ბომბარდირია არის საუკეთესო გუნდის, ხო? გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, თავარი ფიგურა ვიტინიასთან ერთად. რომელსაც რაღაც ახალი როლი გამოუძებნა ლუის ენრიკემ, ან ცრუცხრიანიც არა, ეს არის რაღაც მოძრავი ცენტრ ფორვარდი, იმიტომ რომ ცრუცხრიანი ხშირად არის, როცა ჩამოდის სიღრმეში, ვიღაცა ავსებს თავდამსხმელის როლს. დემბელი აკეთებს იმას, რომ თვითონ ჩამოდის სიღრმეში, მე ისე თავდამსხმელადაც თვითონ შეერბის, აი ლივერპულთან გოლი და არსენალთან გოლი ზუსტად ეს იყო, ჩამოვიდა, მიიღო, განავითარა შეტევა და ბოლოს თვითონ დააგვირგვინა. პლუს ძალიან პლეიმეიკერული უნარები ძალიან განავითარა და ნუ მისი პრესინგი რის გამოც ლუის ენრიკემ თქვა ინტერთან თამაშის შემდეგ, რომ მარტო ამ პრესინგის გამო მიეცითო ოქროს ბურთი, ანუ რო წარმოიდგინოთ მთელი ამ უნარების გარდა, რასაც შეტევაში აკეთებს, ანუ მისი დრიბლინგიც ადგილზეა, ეს პლეიმეიკერული უნარები, ფინიშინგი, ტიპს ყველა თამაში უწევს ათეულობით სპრინტის გაკეთება, ჯერ მცველზე, მერე მცველიდან მეკარეზე, თან უნდა გადაკეთოს პასის მიმართულება მცველზე, იქიდან გაიქცეს კიდე ერთ მცველზე და ეს რუტინული სამუშაო უნდა აკეთოს მთელი თამაში. რაც რა ვიცი 20 წლის წინ ალბათ არ იყო რაღაც აბერ დავიჯერებდით რომ ამას თავდამსხმელი გააკეთებდა საერთოდ რა. დემბელი არ ჩერდება და თან ისეთი ლიდერული თვისებები შეიძინა, ეს არ არის უკვე ის დემბელი, რომელიც ბარსელონაში იყო და ვარჯიშებს აცდენდა და რაღაც თავის ტალანტს არ უფრთხილდებოდა. რაც საინტერესო ისტორია კიდე დემბელეზე, რამდენი კანდიდატი იყო პარი სენ-ჟერმენიდან 9 თუ 10, ხო? ხო. ოღონდ პარი სენ-ჟერმენმა გაითვალისწინა რეალის შეცდომა. აი რამდენიმე კანდიდატი რო ყავდა და ხმები რო წაართვეს ბელინგემ, ვინისიუსმა, იქ დანი კარვახალიც რო წამოაყენეს და რაღაც და აი გეგმაზომიერად პარი სენ-ჟერმენი წინ წევდა დემბელეს ვარიანტს. ანუ ხელაიფი ლუის ენრიკედან დაწყებული ეს. ლუის ენრიკე საერთო პრეს კონფერენციაზე იძახდა რომ დემბელემ უნდა მოიგოს, ხელაიფი იძახდა რომ დემბელემ უნდა მოიგოს და რაც კიდე საინტერესოა, ლეკიპს რომ იცა შაფ ჰაკიმიმ ინტერვიუ, სადაც იძახდა რომ ოქროს ბურთი მინდა მოვიგო, თურმე PSG და უკავშირდა ლეკიპს და სთხოვდა რომ ეს ციტატა ამოიღო. და ნუ ჰაკიმი თქვა უარი რომ არაო დატოვეთო და ეხლა კიდე გავრცელდა ერთი ისტორია რომ ვიღაც ბლოგერებს უხდიდა ფულს რაღაც ინდური კომპანია რომ დემბელე გაეპიარებინათ როგორც ოქროს ბურთის კანდიდატი, ოღონდ ახლა როცა გასკდა ეს სკანდალი, პარი სენ-ჟერმენმა ცხადია აირიდა ეს ისტორია თავიდან და ვიღაც 18 წლის სტაჟიორს შეტენეს, რომ მისი ინიციატივა იყო ეს აგზავნიდა, ეს უზრდელი ბავშვი აგზავნიდა ასეთ მოთხოვნებს. მაგრამ მოკლედ, ნუ ანუ გუნდიც გეგმაზომიერად მუშაობდა იმაზე, რომ დემბელე გაეპიარებინათ და ნუ დემბელესაც ჰქონდა ისეთი სეზონი, რომლის გამოც ნუ ვერ იტყვი ხა რომ უსამართლოდ მისცეს ოქროს ბურთი. კი იყო იქ რაღაც ორი თვე, რომელიც ჩააგდო, რაღაც ოქტომბრიდან დეკემბრამდე მაშინ. როცა მთლიანად PSG-მ ჩააგდო, მთლიანად PSG-მ და ლიგაზე განსაკუთრებით არ წაიყვანა ლუის ენრიკემ და რაღაც დისციპლინარული დარღვევა ჰქონდა, ბაიერნთან გააგდეს და რაღაც, მაგრამ ნუ დეკემბრიდან რაც დემბელე მაჩვენა იყო კოსმოსი უბრალოდ. აი ტაქტიკური ანალიზით რო შევხედოთ რეზი, ძალიან ბევრი დემბელეს კრიტიკოსი და ნუ ეხა ბარსელონას ფანბაზა იმდენად დიდია, რომ ეგ არც მიკვირს, რომ ძალიან დიდ ნაწილს დემბელე არ მოსწონს, იმიტომ რომ ტიპი მოიყვანეს ნეიმარის შემცვლელად, იმდენი თანხა გადაიხადეს და ნუ იმის 10%-იც ვერ აჩვენა რეალურად, რასაც ელოდნენ, ხო? თუმცა დღესაც, როდესაც დემბელეზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი ამბობს როგორ რაღაცას, იცი, საფრანგეთის ნაკრებში მაინც არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ PSG-ში აქ იგლიჯავს. რაც თავარი სიცოცხლე შეძინა ლუის ენრიკემ დემბელეს იყო ის, რომ დემბელე გასულ სეზონში, ანუ წელს ახლა ტრავმის გამო დიოდო ვერ ნახეთ ჯერ, მაგრამ შანშანდა სეზონში დემბელე არ იყო კლასიკური ვინგერი, რასაც იდეაში საფრანგეთის ნაკრებში, ხო, რასაც იდეაში საფრანგეთის ნაკრებში აკეთებდა რა. საფრანგეთის ნაკრებში ნომერ პირველი ლიდერი ვერ არის დემბელე, PSG-სგან განსხვავებით, შეტევის ხარში როგორც მინიმუმ, იქ კილიან მბაპეა, თუმცა აი ეს ყველა თვისება, რაც რეზიმ ჩამოთვალა პრესინგზე
პრესინგზე არანორმალურად ცირბილი, უკან ჩამოსვლა ცუცხრიანზე და მე ამ ცუცხრიანის პოზიციის თავადვე შევსება, ეს არის ყველაფერი, რაც რეალურად დემბელეს გასულ სეზონს უწოდებს დიდებულს და მე ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანიც არ მოიძებნება ისეთი, ვინც იტყვის, რომ აი დემბელეს შეტენეს მაგალითად ოქროს ბურთი, იმიტომ რომ კი შეიძლება ვიღაც აზრით იმსახურებდა ლამინი ან რაფინია, მაგრამ ან თუ ვიტენია ან პედრი, მაგრამ დემბელე ისე იმსახურებდა ამ ოქროს ბურთს, როგორც ნებისმიერი სხვა და ჩემი აზრით, როგორც ერთი რაღაცა ფეხბურთის მაყურებელის და მოყვარულის აზრით, ამ ყველაზე მაღლა იდგა, ну იმ რიცხვებიდან გამომდინარე, რაც ქონდა. ყველა კლაჩ მომენტში დემბელე იყო მნიშვნელოვანი რეალურად. აი, ეგ თამაში არ ახსოვს, ბევრს დანკერკი, პარის სენ-ჟერმენი დანკერკი მეორე ლიგაში თამაშობს. ერთ პორტუგალიელი მწვრთნელი ყავს და მაგიტო რაღაცებს კითხულობ ხოლმე მაგოძე 2-0-ს იგებდა აქ დანკერკი პირველი ტაიმის მერე. ნახევარფინალში დემბელემ 2+1 გააკეთა მეორე ტაიმში, ანუ პირადად მიიღო ამაში ძალიან დიდი წვლილი და კამბექებაში. ამიტომ თასიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თასის მოგებაში. მოკლედ რა ვიცი, დამსახურებული გამარჯვებულია. მე უბრალოდ კიდე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი რომ პარის სენ-ჟერმენს მისცეს მაგაზე დამწყდა გული. ანუ მწვრთნელი მეკარე, გუნდი ფეხბურთელი რაღაც მე ვთვლი რომ ჰანსი ფლიკი არანაკლები მსახურობდა ვიდრე ლუის ენრიკე. ეს ვთვლი მან რაღაცას, მაგრამ ანუ რას გულისხმობ, ანუ ლუის ენრიკე რაც გააკეთა პარის სენ-ჟერმენში გრანდიოზულია და რაღაც მართლა რაღაც მონსტრი და სუპერგუნდი შექმნა, მაგრამ რაღაც პირობები უნდა ვიყოთ, რა პირობებში უწევდა ლუის ენრიკეს ამის კეთება და ჰანსი ფლიკმა ის არის სეზონს რო დაიწყებს ვინ რომელი ფეხბურთელი ეყოლება დარეგისტრირებული და ლუის ენრიკე შუა ზამთარში 70 მილიონად კვარა მოუყვანეს, ანუ გასული სეზონის დასაწყისში ვიღაცას რომ ეთქვა რომ ბარსელონა ითამაშებდა მოენის ცენტრში დაცვის ხაზით და იქ იდგებოდა 34 წლის ინიგო მარტინესი. რაღაც კისას არ ვიფიქრებდი ამ ადამიანზე, მაგრამ ფლიკმა ეგ გააკეთა, ხო? ისე ის ჰანსი ფლიკის გუნდი ვინ გააგდო ჩემპიონთა ლიგით? ხო, აი ეგ არის კითხვა რომ ხარიაგი იქ რა ქვია, რაღაცა ჰანსი ფლიკმა ბარსელონას საერთოდ რა თუნა ტრანსფერი ლამასია ყავს. მე კიდე ერთი მწვრთნელი ვიცი, რომელიც ფინალში გავიდა. მართალია მე 20 მილიონში გავყიდა, მაგრამ ეს გავყიდდი. თან ფინალამდე გაყიდათ. ხო, მაგრამ რა რესურსით მივიდა მაგ შედეგამდე თუ საუბრობთ, მაშინ ინძაგი უეჭველი მსახურებდა. ხო, აქ ალბათ ძალიან სულთა ტიტულები წავიდა. 4 წელიწადში დახარჯა 30. ხო, არა, ეს უბრალოდ ანუ მე ვთვლი რომ თან ეს ბარსელონა ზოგადად როცა ისტორიული გადმოსახედა შეიქმნება, უფრო დიდი მოვლენა არის ზოგადად ფეხბურთისთვის, რა რევოლუციაც მოაქვს ფეხბურთში, ვიდრე შეიძლება პარის სენ-ჟერმენიც კი. ხო. რომელიც არის მაინც ასე თუ ისე კროიფის პოზიციური ფეხბურთის განვითარება, ისი უფრო დახვეწა და ასე შემდეგ, მაგრამ ოღონდ ბარსელონას ყველაფერი წინაა. ხო, ანუ ამიტომ ფლიკის ახალი ბუსკეტსი რო ყავთ, ბერნალი. ანუ ბერნალი რო დაბრუნდება, ცენტრში პედრი და დე იონგი რო იდგებიან, მან ადგილი აღარ ყოფნით უკვე. ვაკაცი არის ამ პოზიციაზე, ანუ ისეთ ტოპ კაცი და ხო, იქიდან ალეხანდრო ბალდე რო იქნება, აქეთ კუნდე და წინ იამალი რაფინია, მე მიდიდე ეთამაში. მე მგონი ცოტა ძალიან დიდი დომინაცია იწყება ბარსელონასი. თან მაგრამ მე ლაპორტას იმედი მაქვს რომ რაღაცას მოიგონებს 100 მილიონად ვიღაცას მოიყვანს. უბრალოდ ადამიანს რა პირობებში უწევს მუშაობა რომ ჯერ სამი თამაში ეთამაშეს გასვლაზე რაც სულთა კალენდრის თვალსაზრისით არ არის მარტივი, სულ მარტივი მეტოქე რომ იყოს მაინც სამი თამაში გასვლაზე ის როცა იმიტომ არის გასვლა სახლში რომ რაღაც ძალები გადანაწილდეს. მერე სადღაც ორღობის სტადიონზე და არბერინებენ ორი თამაშია. ნოუკამზეც კი ვერ ეთამაშა ჯერ კაცმა მეორე წელია მუშაობს. ხო, სხვა ჯილდოები ახსენა რეზიმ და ბარემ საუკეთესო მეკარესაც შევეხოთ. ჩემი დიდებული დონარუმა გახდა წლის საუკეთესო მეკარე. კარგი კანდიდატები არ იყო მგონი ისეთი. დონარუმას გარდა რა ვიცი. ზომერი იყო. ნუ იან ზომერი მაგარისები ქონა, მაგრამ ხა ლიგის ფინალში ფეხბურთს რო უშვებ თლა. ხო. ანუ ისეთი კანდიდატებია თუ არ აყენებენ, აი ჟოან გარსია თქვა, რომ ჩარშენ ესპანელში, ესპანელი დატოვა. ხო, მაგრამ აქ უფრო ხო იცი რა. ხო, ზედა ისა. დონარუმა იმიტომ ახსენე რეალურად. ჩავსოლდი. ხო, ვალენსია გადაარჩინა. დატოვა ვალენსია. მე დონარუმა იმიტომ ახსენე, რომ გუშინ ზუსტად ამ ცერემონიის პარალელურად რო თამაშობდა დონარუმას გამგდები გუნდი და შევალიეს მომყვანი გუნდი, შევალიეს შეცდომით გაუშვეს გოლი. მაგ კომპონენტში დონარუმაც არ არის ძლიერი, მე თუ მკითხავ, გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა შევალიემ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ ჯიჯიომ მიიღო ეგ ჯილდო და თან მეორე ჯიჯიომ გადასცა და თავში წამოარტყა პატარა ბიჭივით და ხო რავი, ეგ ძალიან ლამაზი კადრი იყო. ასე და ამგვარად
ნელ-ნელა წავედით ბოლოსკენ. კიდე ჯიჯო დონორუმაზე ერთი რაღაცა მინდა რომ თქვა რა. მე ფანტაზიაში წამოვიყვანე, ხო იცი? გადაწყვეტილი არანაირად. არა ძვირი ღირს უბრალოდ და მაგ პონჩი რა. ჩემს ჟოზე მოურინიოს რომ ლანძღავდით რომ დაცვით ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთი არ არის. გვარდიოლას თამაშს უყურეთ რომელიმე თვალებიდან სისხლი არ წამოგივიდათ მე. ვეცე მაგარ 10 წელიწადში ერთხელ ხდება. მოდი 10 წელიწადში ერთხელ მოხდეს ჯობია ვიდრე 10 წელი ყოველ თამაში მოხდეს. ჩემი აზრით ჯობია 10 წელი უყურო ერთი და იგივეს ვიდრე ხო ესე მიდის გზა. აი ნუ სამაგეროთ მამოვა. სამწუხაროდ აი ამ ოქროსბურთის გამო თამაშებს ვერ შევეხე ჩავატკვირის თამაშებს City Arsenal-ი იყო. საშინელება იყო ეს City, ანუ კაი, მაგაზე მე ვისაუბროთ გვექნება დრო თან ამ პირობებში არ გვინდა ამაზე საუბარი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და დაგვიწეროთ კომენტარები, იმიტომ რომ ალბათ ოქროსბურთის განხილვა თან ცხელია, ხო, დღეს ვაპირებთ ამ ვიდეოს დადებას. და თემა ცხელია, თქვენი აზრი დაგვიწერეთ, რას ეთანხმებით, რაში არ გვეთანხმებით, რა ვთქვით კარგი, რა ვთქვით ცუდი. და თქვენი აზრი დაგვიწერეთ, იმიტომ რომ მართლა გვაინტერესებს, მართლა ვკითხულობთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Facebook ჯგუფშიც, დონატელოს ლინკი აღწერაში და მანდაც თუ სურვილი გექნებათ, რომ ჩვენს არხს დაიხმაროთ განვითარებაში, შეგიძლიათ დაადონატოთ ნებისმიერი თანხა და კითხვა დაგისვათ და დალაიქეთ ბევრი ლაიქი, რომ ამას ვათქმევინოთ, თორე არაფერი განსაკუთრებული მანდ არ არის იკა სიმართლე რო გითხრა. კაი, აღარ დაალაიქეთ. მაინც დაალაიქეთ, მაგრამ თუ 300 ლაიქზე ხო, 300 ლაიქზე შევთანხმდით. ხო. თუ 300 ლაიქზე ავა, აუცილებლად ვიტყვი. კარგი, შემდეგ გადაცემა, კარგი შაბათ-კვირა გველის, მე და რეზი უყურებდით წეღან მადრიდული დერბია. დიეგო სიმეონე კიდევ ერთხელ დამარხოს რეალმა, იმედი მაქვს. იუვენტუსი ატალანტა, ნაპოლი მილანია, მოკლედ კარგი თამაშებია და ნაპოლი მილანი კარგი იქნება. იქეთ კვირაში დაუბრუნდებით უკვე სახელოსნოდან. და მადლობა, ვინც გვისმენდით, ვინც გვიყურეთ, ვინც დაალაიქეთ ეს ვიდეო და ვინც გამოგვიწერეთ, იმას კიდევ უფრო დიდი მადლობა. დროებით.